26-27 სექტემბერი, შეიძლება ზუსტად რაღაცა თარიღს ვერ ვამბობ სწორად, მოხდა კლუბთან შეთანხმება. შემდეგ 28 რიცხვში იყო გარეჯთან თამაში და თქვენ როგორც ვიცი, ასევე შეთანხმდით კლუბთან, რომ გარეჯთან იბერიას გაიყვანდა მწვრთნელი, რომელიც ამზადებდა გუნდს ამ შეხვედრისთვის. ამის შემდეგ გარეჯთან თამაში ჩატარდა, არ დადგა ესე ვთქვათ სასურველი შედეგი, ვერ მოიგო იბერიამ და ამის შემდეგ თქვენ დაგიკავშირდათ ხელმძღვანელობა და პრეტენზიის სახით, რატომ არ გაიყვანეთ თქვენ იბერია გარეჯთან, ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება და შემდეგ ამის გამო ვერ შეთანხმდით და ასე ვთქვათ გაუქმდა კონტრაქტიც. არა, ეგეთი რაღაც არ მომხდარა თავიდანვე იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ჩვენ თუ შევთანხმდით, რომ მე არ უნდა მჯდარიყავი, მაგ დღეს ასე რომ ვთქვათ, სათადარიგოთა სკამზე და არ უნდა მე ხელმძღვანელა გუნდისთვის, პრეტენზიას ესე ვერავინ ვერ გამოთქვავდა, იმიტომ რომ როგორც ახსენეთ, უკვე ჩვენ შევთანხმდით მაგაზე, უბრალოდ მე გუნდს ვერ გავიყვანდი ვერანაირად, იმიტომ ეს წინა დღეებში ხდებოდა შეთანხმება, ესე რომ ვთქვათ და მოლაპარაკებები 26-27-ში როგორც ახსენეთ და ფაქტურად მე დრო არ მქონდა, რომ ვარჯიშს ჩამეტარებინან. კი, რა თქმა უნდა, ლაპარაკები შეიძლება ბევრი მოყვა, ბევრი რაღაცა რეზონანსი უარყოფითიც გამოიწვი ამან, რომ აი რატო ხوار ჯობდა რომ ჯდარიყო, იყო ამაზე საუბარი ნამდვილად, ამას ვერ უარყოფ, მაგრამ იმის გამო რომ ვინმეს ჩემთვის პრეტენზია თქვა, ანუ ეს არ იყო მიზეზი, რის გამოც არ იყო ნამდვილად რაღაცეებთან ერთად ცოტა შეიძლება რაღაცა გავლენა ქონდა. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.